თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ხუთშაბათს ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდება ვასილ მაღლაფერიძე. საბჭოს წევრებს ახალ სამოქმედო გეგმას გააცნობს. ეს სამწლიანი სტრატეგია მაუწყებელზე საინფორმაციო პროგრამა მოამბის გარდა ყველა გადაცემის გაჩერებას და ამ პერიოდში ახალ შენობაში გადასვლას, ტექნიკურ გადაიარაღებას და განახლებას გულისხმობს. მთავარი პრობლემა, რომელიც ამ სტრატეგიას თანსდევს, გადაცემების დახურვით გამოწვეული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებაა. საზოგადოებრივ მაუწყებელში აპროტესტებენ ამ გეგმას. და ახლა ამ თემაზე ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის რჩეველი ია ანთაძე ჩაგვირთვება სასაუბროდ. ქალბატონო ია, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. პირველ რიგში მინდა თქვენგან მოვისმინო, რამდენად შეესაბამება რეალობას მოსაზრება იმ თემაზე, რომ ახალი გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, ანუ გადაცემების გაჩერების შემთხვევაში თანამშრომლები გათავისუფლებიან სამსახურიდან. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ყველა ველოდებით ერთად სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ გუშინ. ფაქტობრივად დღეს ძალიან ძნელია საუბარი იმის შესახებ, რა მოხდება უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის თანამშრომლების კუთხით. საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ? საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გეგმა არის ის, რაც გუშინ წარმოადგინა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ, ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ყველა გადაცემის შეჩერება გარდა საინფორმაციო პროგრამების. ამ გადაცემების შეჩერება ნიშნავს თუ არა ავტომატურად იმას, რომ თანამშრომლები უმუშევრები რჩებიან ფაქტობრივად? ეს შეჩერება გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვენ ბადის განახლებას ვიწყებთ 2018 წლიდან და ამ თვეების განმავლობაში დიახ ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეთერში იქნება ეგრეთ წოდებული მექანიკური პროდუქცია და იქნება მოამბე საინფორმაციო პროგრამა, მაგრამ მე მგონი მაინც უნდა დავადოთ საბჭოს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ არ გვითქვამთ, რომ ეს არის უალტერნატივო ვარიანტი. ეს არის ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ, შესაძლებელია საბჭოს მთელი ამ კვირების განმავლობაში, როცა მას ექნება შეხვედრები ჩვენთან, სხვა თანამშრომლებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ არსებობს რაიმე სხვა უფრო რბილი ვერსიაც და ჩვენ დიდი სიამოვნებით რა ვერსია შეიძლება იყოს ეს? რა ვერსია შეიძლება? ვერ გეტყვით ახლა რა ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რამეს, რომ ჩვენი ვერსია არ მიგვაჩნია უალტერნატივოდ. უბრალოდ ეს არის ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ, რაც ჩვენ დავინახეთ როგორც გამოსავალი. და საბჭოს აქვს რამდენიმე კვირა ალბათ იმისთვის, რომ შესაძლოა ისაუბროს სხვა ვერსიაზეც. ამიტომ დღეს მაინც და მაინც ვისაუბროთ თქვათ ერთადერთ გამოსავალზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ოპტიმალურ გამოსავალს ამ შემთხვევაში. მე მგონი არ არის ახლა ეს თქვათ სწორი, იმიტომ რომ ადამიანების ბედს ეხება საქმე. რა თქმა უნდა, ადამიანების ბედს ეხება და თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური და თქვენი ვერსია მოვლენების განვითარების. მაშინ რატომ შეიმუშავეთ ეს გეგმა? საქმე ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ ამ გეგმას დროში და ფინანსურად გაწერილს და ამ გეგმის მიხედვით თქვენ იცით, რომ 2019 წლის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თვისებრივად სხვა. ეს არის მაუწყებელი, რომელიც მედია ბაზარზე არის აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და პრობლემა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ის, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას ვერ ხედავდნენ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუნდაც სამწლიან პერსპექტივაში, ამიტომ ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იყო ძალიან მოკლევადიანი და მოიცავდა თქვათ ნახევარ წელს, მოიცავდა 1 წელს მაქსიმუმ 1 წელს და ამიტომ ეხლა ჩვენ ვართ ამ რთული გადაწყვეტილებების წინაშე, ჩვენ ვართ თქვათ ერთობლივად რამდენიმე რთული ამოცანის გადაწყვეტის წინაშე და რა კი ყო ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ყველა გადაწყვეტილება ერთბაშად არის მისაღები, იმიტომ რომ ეს ყველა გადაწყვეტილება ერთმანეთზე არის ანკინძული გესმით თქვენ ეს ძალიან კარგად, ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი ხედვით ეს არის
ის რაც ჩვენ მიგვაჩნია ოპტიმალურად. რას ეუბნებით 500-დან 800-მდე თანამშრომელს, რომელიც უმუშევარი შეიძლება დარჩეს? ჯერ არ ვეუბნებით არაფერს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ჩვენ დავრჩეთ უმუშევრები. ამიტომ ამ წუთას ჩვენ მათ წინაშე პირნათელი ვართ, იმიტომ რომ საუბრობთ მხოლოდ ჩვენს ხედვაზე. რას ეტყვით მაშინ თუ ხუთშაბათს საბჭომ მიიღო? არა, ხუთშაბათს გეგმის მიღება არ იქნება, თქვენ არ ახართ სწორად ინფორმირებული. ხუთშაბათს დიალოგი. დიახ, მხოლოდ იწყება, ამის შემდეგ იქნება შეხვედრა სხვა თანამშრომლებთან, რომელსაც ჩვენც ასევე დავესწრებით ალბათ, იქნება კითხვები, რომელზეც ჩვენ გავცემთ პასუხს. შემდეგ იქნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან და საბჭოს აქვს რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს რა მიაჩნია მას ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. ადამიანები, რომლებიც დღეს ძალიან ნადრევია საუბარი იმის შესახებ, ვთქვათ, ვინ იქნება უმუშევარი გარკვეული პერიოდის შემდეგ. ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ამ გეგმას, ამბობენ კიდეც უკვე, რომ თითქოს და ადმინისტრაციაში არსებობს სიები იმ ადამიანების, ვინც უნდა გაათავისუფლოს სამსახურიდან და საუბრობენ 500-დან 800 ადამიანზე. ამ ინფორმაციის კომენტირება თუ შეგიძლიათ? დიახ, არ არის ეს სწორი ინფორმაცია, ასევე იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ სისტემურ ცვლილებებზე. სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც აისახება არა მხოლოდ სამოქმედო გეგმაში, არამედ სტრუქტურაში და საბჭომ სწორედ ეს ახალი შემცირებული სტრუქტურა უნდა დაამტკიცოს და იმის მიხედვით რა იქნება საბჭოს გადაწყვეტილება, სწორედ ამაზე არის დამოკიდებული, თქვა ჩვენ როგორ ვაგრძელებთ შემდეგ ჩვენს ნაბიჯებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამიტომ სიების დაწერა უბრალოდ აზრს მოკლებულია სტრუქტურულ ცვლილებებზე, როდესაც ვსაუბრობთ, სია არ არის აბსოლუტურად არაფერი შუაში. ასეც და ისეც ეს არის არასწორი ინფორმაცია და აზრს მოკლებული, არა მხოლოდ არასწორი. კარგით, გასაგებია და კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენ ამბობთ ამ გეგმის მიხედვით, მარტო მოამბე უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. რამდენად არსებობს გარანტიები იმისა, რომ საინფორმაციო სამსახური შენარჩუნდება არხზე ამ გარდამავალ პერიოდში და კიდევ თუ არ ვწდები, კანონმდებლობა ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მას ჰქონდეს ეთერში გარკვეული ტიპის გადაცემები. აი აქ რა ვითარება იქნება? დიახ, საქმე ის გახლავთ, რომ რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ საინფორმაციო პროგრამას სწორედ იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ბევრად სწრაფად შეიძლებოდა გარდაქმნის პროცესი დაგვესრულებინა, რომ გქონოდა, ვთქვათ, იმის საშუალება, რომ მთლიანად შეგვეწყვიტა ყველა გადაცემა და მათ შორის მოამბეც, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვერ გავაკეთებდით, სწორედ იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ კანონი გვაკისრებს და მოამბე თავისი განახლებული ფორმატით და ის მექანიკური პროდუქცია, რომელიც იქნება ეთერში, ჩვენ მთლიანობაში გვაძლევს საშუალებას, რომ დავფაროთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონით აღებული. ასე რომ კანონზე და ვალდებულებებზე ლაპარაკი აქ ასევე არის საფუძველს მოკლებული, იმიტომ რომ არ დავარღვევთ არავითარ შემთხვევაში კანონს არც ამ თვალსაზრისით და არც ერთი სხვა თვალსაზრისით, იმიტომ რომ კანონი მოცილება და კანონის დაცვა არის ერთი მთავარი ამოცანა. და ბოლოს მაინც თანამშრომლებზე მინდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მღელვარების საფუძველი ალბათ მათ აქვთ. შეგიძლიათ თუ არა თქვენ მათ მისცეთ გარანტია, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო რა თქმა უნდა მიიღებს ამ გეგმას და იმ შემთხვევაში თუ ის განხორციელდება, იმ გარკვეული პერიოდის მერე ყველანი დაბრუნდებიან სამსახურში. მოდი დავიწყებ იმით, რომ გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თვითონ აქაური თანამშრომლები, კერძოდ პროდიუსერები, როგორ ხედავენ იმ პრობლემებს, რომელიც მათ ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. და თუ თქვენ ამ დოკუმენტს გაეცნობით, ნახავთ, რომ ყველაზე უკეთ, თქვენზე უკეთ, ჩემზე უკეთ, სწორედ თანამშრომლებმა იციან, რა მდგომარეობაში ეს ტელევიზია და მე მგონი ერთი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია მათ დავპირდეთ, არის ის, რომ პროცესი იქნება სამართლიანი. აბსოლუტურად არავის ეჭვი არ შეეპარება პროცესის სამართლიანობაში და ამის გარანტები ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც საბჭოსთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სხვა არავითარი დაპირების გაცემა ახლა ნამდვილად არ შეგვიძლია, მაგრამ სამართლიანობა და ის მდგომარეობა, რაც თანამშრომლებმა ჩვენზე უკეთ იციან, არის ორი საყრდენი, რომელიც მე მგონი ძალიან მყარი არის რეფორმის კუთხით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური